ხრიდოლი ძველ საქართველოში იყო ბრძოლის წესი. თვითონ სიტყვა მოდის ხრიკიდან, ხრიკული მოქმედება, ხრიდული მოქმედება, ნიშნავდა გონიერ მოხერხებულ მოქმედებას უპირატეს მდგომარეობაში ყოფი მეტოქის დასამარცხებლად. მე თვითონ საბჭოთა დროს დავიბადე და ვიწყებდი სპორტს. ჩემი პირველი ნაბიჯები იყო მამაჩემისგან. მამაჩემი თვითონ მოჭიდავე იყო და პირველი ქართული ჭიდაობით დავიწყე ჩემს სოფელში. კარგა ხანს ალბათ 11-12 წლამდე არ ვიცოდი სხვა ჭიდაობა რა იყო ქართული ჭიდაობის გარდა. დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, დიდი ჯგუფი მუშაობდა ამაზე, რომ აღვედგინა ქართული მხედრული ტრადიცია. ეს 80-იანი წლების შუა პერიოდში. ჯერ კიდევ საბჭოთა დრო იყო, როცა ეს დაიწყო, მაგრამ უშუალოდ ამ სახით, როგორიც არის დღეს ხრიდოლი, 97 წელს დაფუძნა. მაგრამ 97 წელს უკვე საშეჯიბრო სახით დაფუძნა. ყველა სახეობა არ აქვს მნიშვნელობა. დღევანდელ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. აი მაგალითად, იმის გარდა რომ ეს ქულების სისტემა ჩამოყალიბდა და რაღაცა. ამის გარდა ის ილეთები, რომლებიც დღეს ხელჩართულ ბრძოლებში გამოიყენება, ჩვენთანაც დასაშვებია. იმიტომ რომ აქედან წასული ბიჭი საერთაშორისო სახეობებში რომ მიიღებს მონაწილეობას, იმისთვის უცხო არ უნდა იყოს არც ერთი ილეთი. ჩვენ გვაქვს მხედრული კოდექსი, რომელიც აერთიანებს 365 ქცევის წესს. ეს 365 სიმბოლური რიცხვია, იმიტომ რომ წმინდა გიორგი იდიდება ჩვენში 365-ობით. ესე იგი, რამდენი წმინდა გიორგიც ყავდა, იმდენი წესი იყო ქცევისა, რომელიც გასწავლის როგორ მოიქცე, უფროსთან, უმცროსთან, ქალთან, კაცთან. თუ ვინმე დადის ხრიდოლზე, ჩვენ ვცდილობთ რომ ამ კოდექსს დაემორჩილოს. ისე ვერ მოურიგდებით ერთმანეთში. თუ ის აქედან გადის და მისი ცხოვრების წესი არ არის შესაფერისი, ღირსეული მეომრის და მებრძოლის, მაშინ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. თუ მეომარი არასწორად იქცევა, ის საშიშია მისი ცოდნა და ჯობს რომ ის ცოდნა არ მიიღოს. ჩვენ იმის გამო რომ ვიყავით პატარა ქვეყანა, ყველა ატარებდა იარაღს. ეს ეხება მამაკაცსაც და ქალსაც. ამიტომ 12 წლამდე წესი იყო რომ გოგონებსაც ასწავლიდნენ მხედრულ წესს. ბიჭებისთვის კიდე ახალი ეტაპი იწყებოდა. 12 წლის ბიჭს გადასცემდნენ მამისეულ, პაპისეულ ხანჯალს და ის უკვე იყო ტრადიციის გამგრძელებელი. ასევე აძლევდნენ ხანჯალს გოგონას, ოღონდ გოგონა ატარებდა ამას დამალულად, რადგან გოგონას ყავდა ხოლოდა დამცველი. თუ ის თვალსაჩინოდ ატარებდა, მას არ ყავდა დამცვებინი. ესე იგი, ჩვენში გოგონასაც ზდიდნენ მეომრად. ხრიდოლის ჯგუფი ყავს თავდაცვის სამინისტროს და 100-ზე მეტი ინსტრუქტორი ყავს გადამზადებული და მუდმივად არის ხრიდოლის წარმომადგენელი თავდაცვის სამინისტროში. და რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, იმის გამო რომ ეს არის ხელჩართული ბრძოლის სისტემა, ჩვენი ბიჭები იმის მიხედვით ვის როგორი ნიჭი აქვს. როდესაც ამ ჭაბუკობის ასაკს მიაღწევენ, ჩვენ ვუშვებთ იმ სახეობაში, რომელიც სახეობაც ყველაზე ახლოს დგა მის ბუნებასთან. ეს ჩვენი მიზანია, რომ ეს ბავშვები გავზარდოთ არა მარტო ქართველობა და ოჯახის დამცველობა და ქვეყნის დამცველობა, არამედ მათ ჰქონდეთ წარმატება საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე.